ოჯახში ძალადობის მხრივ დღევანდელი ქართული რეალობა საკმაოდ რთული და კომპლექსური არის. ძალიან პრობლემატური საკითხი არის ყველა კუთხით, მათ შორის სოციალური კუთხით პირველ რიგში. ოჯახში ძალადობის მსხვერპლები ხშირად სტიგმატიზირებულები არიან. ჩვენ სახელმწიფო ორგანიზაცია ვართ, რომელიც სერვისებით უზრუნველყოფს ოჯახში ძალადობის მსხვერპლს. და მინდა გამოვიყენო ეს საშუალება და მოუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელიც დღეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არის, რომ მიმართონ დახმარებისათვის, მათ შორის სახელმწიფო, არასამთავრობო, თუნდაც მეზობელს და მოითხოვონ დახმარება, იმიტომ რომ დღეს არსებობს მექანიზმები, რომელიც ძალადობრივ გარემოში მცხოვრებ ადამიანს იცავს. მათ შორის არსებობს სახელმწიფო უფასო სერვისები, რომელიც მათ უზრუნველყოფს თავშესაფრით, არის საქართველოში 4 თავშესაფარი ძალადობის მსხვერპლთათვის. ამ თავშესაფრის ბაზაზე შეუძლიათ მიიღონ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, დაეხმარებათ კვალიფიციური ფსიქოლოგები იმისათვის, რომ გადალახონ თავის პრობლემები, სოციალური დახმარებაც არის იურიდიული უფასო, როგორც კონსულტაციები, აგრეთვე არის იურიდიული წარმომადგენლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ სურვილი აქვთ, რომ ვთქვათ, უჩივლონ მოძალადეს და მიმართონ სამართალდამცავებს, დააღწიონ თავი, ასე ვთქვათ, ძალადობრივ გარემოს.